მოგესალმებით ტელემახურებლებო, მე გახლავართ ექიმი ნუტრიციოლოგი ელისაბედ ლიზიკუჭავა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ესკულაპის საზოგადოება და სამართალში. ჩემი სტუმარი არის ქალბატონი თინათინ გოცაძე. ქალბატონი თინათინი არის მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ექიმი, ფიზიოლოგი. დღეს ჩვენი გადაცემის თემა შეირჩა თავისი აქტუალობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ საზოგადოება საქართველოში დღეს არც არია ასეთი ცხელი თემისთვის, თინიკო, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. იმიტომ რომ ჩვენ უამრავი სხვა პრობლემით გვაქვს გონება დაკავებული და იმაზე, რასაც ცივილური სამყარო საუბრობს და იმ საფრთხეებზე, რასაც ცივილური სამყარო დღესდღეობით ითვალისწინებს და ცდილობს რომ თავი დაიცვას, სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებას არც არია. სწორედ ამიტომ ჩვენი გადაცემის თემა ქალბატონმა თინათინმა, რომელიც ყოველთვის იმყოფება ქართული ნეირომეცნიერებზე ავანგარდში, ასე ვთქვა და ყოველთვის რაღაცა სიახლეებს გვაცნობს ხოლმე, გადაწყვიტა რომ გადაცემის თემად ავარჩიოთ საკვების უსაფრთხოება და მწერები როგორც საკვები არ გაგიკვირდეთ ზუსტად აი ამას გულისხმობთ. სამწუხაროდ დღეს დადგა ის რეალობა, როდესაც მავანი ცდილობს რომ მოგვახვიოს თავს მწერების გამოყენება საკვებ პროდუქტად და გვიმტკიცებენ რომ ისინი ბიოლოგიურად სრულფასოვანი პროდუქტების შემცველი არიან, მათგან დამზადებული პროდუქტები ბიოლოგიურად სრულფასოვანია, უსაფრთხოა, უნებელია და ჩვენ ცოტა ხანში ალბათ ჩვენ ტრადიციულ ქართულ მენიუს თავს მოხვეული მოდისგან გამომდინარე იქნება თუ ტენდენციებით გამომდინარე შეგვაცვლებინებენ და ალბათ ჩვენ სუფრაზე შეიძლება ერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აღმოჩნდნენ ტარაკნები, კალიები და ასე შემდეგ. მოგესალმები კიდევ ერთხელ. მადლობა ლიზი, მადლობა მოწვევისთვის, ძალიან დიდი მადლობა რომ როგორც კოლეგა, როგორც ნუტრიციოლოგი ნამდვილად აქტიურად აშუქებ აი ასეთ საჭირბოროტო საკითხებს და რა თქმა უნდა მადლობა ტელეკომპანია PKTV-ს, რადგან ეს არის დღეს ერთ-ერთი გლობალური პრობლემა, როგორც შენც თქვი და ნამდვილად შეიძლება ქართული ასე ვთქვათ ტელეარხების მაყურებლებს გაუკვირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოს ეს არ უკვირს, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია თუ შეიძლება ითქვას ამის პროპაგანდა მიდის და რეალურად ეს უკვე რეალობაშია ის რომ მწერები გამოიყენება. ჯერ ერთი თვითონ ასე ვთქვათ ამ მიმართულების მიმდევრები არგუმენტად იმასაც იშველიებენ, რომ უკვე მსოფლიო მოსახლეობის 2 მილიარდზე მეტი კარგახანია მოიხმარს ისედაც საკვებად მწერებს და ტრადიციულ სამზარეულოში, მაგრამ ახლა სხვა საკითხია, რომ ნამდვილად გარკვეულ ასე ვთქვათ ეთნიკურ, ეროვნულ, უმცირესობები დავარქვათ, მოდით თუნდაც უმრავლესობები, რომლებსაც თავიანთი კულტურა აქვს, ხო, აქვთ კვების იმათი ნირის შეცვლაც სურთ და მოდი პირდაპირ ვთქვათ რომ კვებისთი ქცევა არ არის მარტო ის რომ ინდივიდისთვის გადამრჩენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვებითი ქცევა ხო თუ ქცევის ფსიქოფიზიოლოგიის მიდან გადასახედიდან ამას მიუდგებით ეს არის ერთ-ერთი ტრადიცია კულტურული ღირებულება მოდი პირდაპირ ვთქვათ თქვენ მით უმეტეს როგორც ნუტრიციოლოგი ამას კიდევ ერთხელ განუმარტავთ მაგრამ მეორეა რომ გლობალისტური ფლანგი რომელიც ამას პრაქტიკულად იყენებს ზუსტად იმ ტრადიციული ღირებულებების აღმოსაფხრელად მეორე გენოციდისთვის და ცხადია იმ დაავადებათა გავრცელებისთვის რომელთან ბრძოლითაც შემდეგ გამდიდრდება ისევ და ისევ ფარმ მაფია და ის ფარმ გიგანტები მაგრამ აი ტელემაყურებელმა მინდა გაიგოს დღეს რომ ეს საკითხები იმიტომ ასე ვთქვათ ჩვენ დავძარით და ჩვენც აქ გვინდა საქართველოში გავამახვილოთ ამაზე ყურადღება იმიტომ რომ ეს შესაძლოა ძალიან ფარულად იყოს მომავალში ჯერ ერთი შემოპარულია ფარულად და შენიღბულად მაგრამ მომავალში მართლა აღარ არის ასე ვთქვათ გასაკვირი ის რომ ჩვენც შეგვექმნება პრობლემა შეიძლება ახლა სახინკლეში ტარაკნების კალიების იმ ჭრიჭინების არ ვიცი ჭუპრების ჭიაყელების და უამრავი მწერია გამოყენებული და მე ამაზე მოვახსენებ დაწვრილებით მაყურებელს არ მოგვიტანონ ხინკალში ხო ან ხაჭაპურში ვთქვათ თუ არ ვიცი კუმტარში შიგთავსად მაგრამ ის რომ პროტეინული კოქტეილებით, აი პროტეინული ბატონებით, საკონდიტრო ნაწარმით, ეს ძალიან მარტივად შესაძლებელია. შეიძლება ეხლაც არის, არავინ არ იცის, იმიტომ რომ როდესაც უკვე აღიარებს აგერ კინდერის ასე ვთქვათ ფირმა, რომ მის შოკობონებში არის ეს ჩაშვებული, რომ აუცილებლად უნდა დანართები წარწერები წაიკითხოს მფლობელმა და გაეცნოს და მისი სურვილისამებრ შეიძინოს ან არ შეიძინოს. ანუ, როცა მიდის ამაზე გაფრთხილება, როცა 2021 წელს მაისში ოფიციალურად ევროკავშირმა
ჯერ ერთი 4%-ამდე დაუშვა მწერების ფქვილის გამოყენება საკონდიტრო პროდუქტებში. მერე პირდაპირ აიძულა მწარმოებლები და დაავალდებულა, რომ მათ წარწერებში და დანარჩი მიუთითონ, რომ ეს პროდუქტი იქნება ალერგიის გამომწვევი. ანუ ალერგენებს შეიცავს. ეს რას ნიშნავს? ხო წარმოგიდგენიათ, მაგრამ ჯერ ერთი უნდა ისიც ვიცოდეთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში ევროპის სურსათის უსაფრთხოების სააგენტომ ოფიციალურად დაუშვა მწერების და მწერების ფხვნილის გამოყენება ნებისმიერ საკვე პროდუქტში. და უნდა გითხრათ, რომ ამის პროპაგანდა, რეკლამირება უკვე ძალიან ინტენსიურად და მასობრივად წავიდა 2018 წელს და პანდემიის პერიოდში, როცა ჩვენ შეიძლება ითქვას სულ სხვა პრობლემებით ვიყავით დაკავებული, ეს ინდუსტრია პრაქტიკულად აღორძინდა ევროპაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და მოგეხსენებათ ამის უკან დგას, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, გაეროს წარმომადგენლები, ზოგადად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და აი ეს გლობალისტური ელიტა, მათი ასევე წარმომადგენელი ბილ გეიტსი, მოდი პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ ბილ გეიტს კიდევ უფრო ადრე, ჯერ კიდევ 2012 წელს, აი იცით თქვენ მისი პროგრამა ასეთი მომავლის გამოწვევები, აი ამ პროგრამის ფარგლებში, ახლა ეს ტელემაყურებლებმაც იციან, კაცობრიობაზე ზრუნვა, ადამიანთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, შიმშილით სიკვდილის, ასე ვთქვათ, დამარცხების და ძალიან ბევრ პუნქტს მოიცავს, ხო, მისი ეს პროგრამა. აი ამ პროგრამის ფარგლებში ბილ გეიტს ჰქონდა და ზუსტად 2012 წელს დაიწყო მან ეს პროექტი, ინსექტო ფერმები პრაქტიკულად ამის ნიადაგზე მერე აღორძინა თუ შეიძლება ითქვას და გაამრავლა და მარტო ამერიკის შეერთებულ შტატებში 200,000-ზე მეტი ჰექტარი აქვს შეძენილი ინსექტო ფერმებისთვის. და აი ჩრდილოეთ დაკოტაში მაგალითად ცნობილია, რომ 108,000 ჰექტარი მარტო აქვს დათმობილი და ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ტელემაყურებლებს ეს ვიდეო. For the future generation, we need to find solutions right now for a better future because of climate change. And edible insects are a solution right now. Climate change is prompting a re-evaluation of animal-based proteins across the food sector. One company in Switzerland is looking to lower its carbon footprint by introducing insects as their flagship sustainable superfood product. My name is Jean-Yves Coinde. I'm owner of Entomos. We are selling a food product made with edible insect. In Switzerland, 3 types of insects are allowed. These are the mealworms, the crickets, and the locusts. The insects, they don't have a strong taste. The advantage is that you can marry them with a lot of different ingredients. Entomos, we are producing snacks, for example, chips or tortillas. We are also producing flour, which can be used for a bakery. We are also producing a flexi burger, which is a burger made 50% of mealworms and 50% made of beef. While using a sustainable product is important for the environment, for a chef, flavor is still the key element in determining what to add to the menu. Je suis restaurateur ici au Pont depuis 21 ans. Parce que je trouve que l'entité de travail avec les insectes est beaucoup trop importante pour la noyer. Je l'ai associé avec 3 légumineuses et un céréale. Donc lentilles jaunes, lentilles noires, lentilles brunes et du quinoa rouge. J'étais surpris, mais surpris en bien. Ça veut dire il n'y a pas de goût résiduel. Je peux l'associer. Donc mon palais, ma mémoire gustative a trouvé le goût de noisette. Donc je m'y trouve, question gustative, avec cette farine. If we are continuing to produce the food as we are producing right now, according to the FAO, in 2050 be able to feed only 50% of the people on the planet. So we need to find new ways of producing food which are completely nutritious and much more sustainable.
What is absolutely amazing with insects is that they can transform the waste we are producing into superfood, which is a completely virtuous circle. Il y a du futur avec le travail avec les insectes, avec les produits dérivés de cette production. Et on va dans la bonne direction, à mon égard. Every time people... და აი ამ პროექტის ფარგლებში all things bugs ასე ქვია ყველაფერი მწერების შესახებ, სადაც მან რა თქმა უნდა მთელი ინდუსტრია ასე ვთქვათ ამოქმედა და ამაყად გაგვაცნოთ. ამაყად გაგვაცნოთ, ან რომ ეს არის ძალიან სასარგებლო პროდუქტები და ძალიან საინტერესო თემას დედამიწის მოსახლეობის გამოკვების იდეას ამოეფარა ეს ყველაფერი ასე ვთქვათ საქველმოქმედო და საინტერესო და ვითომ საკაცობრიო მნიშვნელობის პროექტი. კი ბატონო და თან ზუსტადად შიმშილით გამორჩეული ქვეყნების ბავშვთა დასაკმაყოფილებლად, ბავშვების უზრუნველსაყოფად ახალი ტიპის საკვები, რომელიც არის ცილებით მდიდარი, რომ ტარაკნების ცილებსი და ასე ვთქვათ რძე უფრო სასარგებლოა ვიდრე ტრადიციული, რასაც ჩვენ აგერ სწავლობდით, ვიცოდით ხო, რომელი პროდუქტია ამ მჟავებით, იგივე ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი დღეს ტენდენციები ასე ვთქვათ შეიცვალა. უმეტესი პროდუქტები შეისწავლეს მოლეკულების დონეზე და ეხა ხელოვნურად აწყობილი პაზლით და მოლეკულებით გვეუბნებიან რომ ქმნიან ანალოგებს, რომლებიც უფრო კაი თვისებებს შეიცავენ ვიდრე თურმე დედაპროდუქტები. და უფრო სასარგებლო ყოფილა თურმე ვიდრე ვთქვათ ღორის ხორცი, ну ზოგადად ხორცეული, მოდით ვთქვათ იმ შეუცვლელი ამინმჟავების წყარო, რომელიც კიდევ ამბობ ჩვენ ექიმებმა ვიცით ხო რა გარკვეული საკვები ვთქვათ ცხოველური თუ მერე მცენარეული არის ამისთვის მოწოდებული. დღეს აი ყველაფერი გადადის იმაზე, რომ ჯერ ერთი ეკოლოგიური გადარჩენის და ეკოლოგიური უსაფრთხოების ასე ვთქვათ საკითხებიც არის ამაზე საინტერესო თემა წამოჭერი და ესეც სპონტანურად მეც მინდა ესეთი რაღაცა ჩაგეძიოთ. ინსექტოფერმებზე ვსაუბრობთ. საბედნიეროდ საქართველოში ჯერ არ გვაქვს ეს ინსექტოფერმები, იმიტომ რომ დაცვის ძალიან მაღალ რეჟიმს ექვემდებარება. ეს ფაქტიურად საშენია მწერებისთვის, რომლებიც ეკოლოგიურად თუ გამოთავისუფლდა და თავი დააღწიეს. ეს არ იქნება დაუშვათ ცხვრის ფარის გაქცევა ფარიდან. ხო, ეს იქნება ბევრად დიდი მასშტაბური, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ ინსექტი მწერებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ინსექტოფერმებს ვსაუბრობთ, ახასიათებს გეომეტრიული პროგრესიით და პრაქტიკულად ყველა მათგანს, იმიტომ რომ შეუძლიათ გამრავლდნენ საათებში და შეუძლიათ მილიონობით შთამომავლობა მოქცეს. ჩვენ ცოტა ხნის წინ ფაროსანა შემოსევა ვერ დავამეცეთ. ხო მართალია, ესეთი ინსექტოფერმები ძალიან ბევრ საფრთხეს შეიცავს. აუცილებლად. განსხვავებით მაგალითად ეს საფრთხე არ არის ძროხის ფერმებში. ანუ ეს მესმის რომ მომავლის თემაა და ღმერთმაც დაგვიფაროს ამისგან, მაგრამ ბევრი საფრთხეები ახლავს თუნდაც ესეთი საშენების გარდა, გამოყენებას და გაკეთებას და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი. ინსექტოფერმების მოშენებით ჩვენ ძალიან ცუდად ველევით ეკოსისტემაში. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ ვაშენებთ ორგანიზმებს, რომლებიც ძალიან პრიმიტიული გენომით გამოირჩევიან, თუმცა პრიმიტიული მგაგებით არ არის შემადგენლობით, მაგრამ ძალიან პრიმიტიული ინტელექტით, როგორც ჩვენ გვგონია ყოველ შემთხვევაში და დღეს მეცნიერება მიცის, რომ შეიძლება მოვიგერიოთ უზარმაზარი მარტორქის თავდასხმა და თავი ავირიდოთ, მაგრამ უმარტივესი პრიმიტიული ორგანიზმების, მაგალითად ვირუსების შემოსევას ვერ ვიგერიებთ. კი ბატონო. და მისი უფრო გვეშინია და ამ დროს ხელოვნურად გამოყავს ინსექტოფერმებში მწერები, რომლებიც თურმე ისეთი უტვინოც არ არიან, როგორიც გვეუბნება. ხო მართალია და მთელი რიგი კვლევები არსებობს ნეიროფიზიოლოგიაში მწერებზე, ძალიან საინტერესო, მე წამიკითხავს ჭიანჭველების ოჯახზე, ფუტკრის ოჯახებზე, როგორ იცავენ ისინი დედამწერს, ანუ ეს არის საკმაოდ სერიოზული სტრუქტურა თავისი პოლიტიკით, თავისი კანონებით და ჩვენ ეხლა ვიწყებთ მათ მოშენებას. კიდე ცალკე პრობლემაა, რომ ჩვენ ამას საკვებად გამოვიყენებთ და ეხლა ვისაუბრებთ რა საზიანოა, მაგრამ აქ კიდე ერთი საფრთხე არის. ეს არის სუფთა ეკოლოგიური საფრთხე იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ ფერმების და მე არ ურჩევდი არავის საქართველოში, რომ ამ ბიზნესს მოკიდოს ხელი. ხო, აი ეს ზუსტად რომ ბიზნესის ასე ვთქვათ საფუძველი გახდება. საინტერესო მათ მენიუში თუა. ხო, აი ეხლა უყურეთ მე ვაჩვენოთ, ხო, აი კლაუს შვაბი როგორც გითხარით, ამის უკან ერთ-ერთი ის ფიგურაა, რომელიც ამის შეიძლება ითქვას პროპაგანდას ეწევა და განვითარებას და რა თქმა უნდა ის თავისთვის ზუსტად ნატურალურ კარგ ხორცს იტოვებს და სხვებს მოუწოდებს. ეხლა ელიტა არ არის სულელი და კარგად იცის, მაგრამ აი
რაც თქვენ ბრძანეთ, ჯერ ერთი ეკოლოგიური კუთხის კატასტროფას თავი დავანებოთ. ესენი თვითონ არგუმენტად ლიზი იშვენიერებენ იმას, რომ ეკოლოგიური კუთხით ზუსტად უფრო სასარგებლოა, უფრო ეკონომიურია, თუ მაგალითად რაღაცა რაოდენობის ძუძუმწოვრების რაოდენობა არ შემცირდება და შემცირდება ვითომ არ შემცირდება საშენებში. გათვლილიც აქვს თითქოს ამის ვიდეო რგოლიც არსებობს, რომ 500-ჯერ უფრო ნაკლები წყალი, ნაკლები რესურსი ჭირდება, ვთქვათ, იგივე რაოდენობის ცილოვანი ბიომასის მიღებას მწერებისგან, ვიდრე ცხოველებისგან და ერთი სიტყვით მიდის საოცარი რეკლამა ამ ყველაფრის, გარდა იმისა, რომ ცნობადი სახეები, კინოვარსკვლავები, აი ნიკოლ კიდმანის ვიდეო შეგვიძლია ვაჩვენოთ ტელემაყურებლებს, სადაც ის აკეთებს რეკლამას ამ სხვადასხვა მწერებს, აგემოვნებს და რომ ის არაჩვეულებრივია, რომ როგორი გემრიელია და გარდა ასე ვთქვათ, აი ამ კინოვარსკვლავებისა, მეც გეტყვით, ჩართულიყავთ ისეთი მეცნიერები, რომლებიც ადასტურებენ ზუსტად და ამტკიცებენ, რომ არაფერი არ არის ამაში მიუღებელი, რომ წერიც ისევე, როგორც თუ ღორის ხორცს მივირთმევთ, თევზს მივირთმევთ, მოლუსკს მივირთმევთ, ასევე გემრიელია. საინტერესო დეტალია, როდესაც ისინი აპელირებენ აზიურ სამზარეულოზეა ძირითადად, რა თქმა უნდა, საივარ და ხა კონკრეტულ ქვეყნებს ყველა ხვდებით, ალბათ ესე არ დავასახელებთ, რომ რაღაცა პარალელი არ გაივიდეს არასასიამოვნო. მათ სამზარეულოში ეს კერძები საუკუნეები არსებობს, მაგრამ წერები, მაგრამ არა ის მწერები და არა იმ რაოდენობით და იმ მოწოდებით, როგორზეც არის საუბარი. აქ არის საუბარი მწერების არა მარტო უშუალოდ საკვებად გამოყენება, არამედ მათგან მომზადებული ფხვილების გამოყენება შემავსებლად ბავშვთაკვებაში მათ შორის. დესერტებში, ანუ თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ კალის მიღებაზე საკვებად, მაგრამ თქვენ შეიძლება არც იცოდეთ, აი თინა ამ საფრთხეზე გეუბნება, ისე მიირთვათ ეს მწერი და ჩვენ აქ ახლა თინა ძალიან საინტერესო ფრაგმენტზე გვესაუბრება, ეს არის ქიტინის თემა. ეს არის საფარველი დამცავი მწერებისთვის. თქვენ კარგად იცით, რომ ბუნებამ თითქმის ყველა ორგანიზმს ამ დედამიწაზე მისცა რაღაცა თავდაცვის მექანიზმი, ზოგს ინტელექტის სახით, ზოგს სწრაფი ფეხები, ზოგს ფეხები, ზოგს შხამი და ზოგს კიტინი. კიტინი არის ესე ვთქვათ, საფარი მათი დამცავი საშუალება, რომელიც ამბობენ, რომ ნუტრიციულად ძალიან კარგი და სრულფასოვანია, ამას გვეუბნებიან, თუმცა არავინ არ ამბობს ბოლომდე იმ საფრთხეებზე, რასაც კიტინი მოიტანს. კიტინი თურმე ძალიან კარგად შეება, სპეციალური ტექნოლოგიით იფხნება, მზადდება ფნელისებური powder მასა, ხო ესეთი პუდრისებური მასა, რომელიც შესანიშნავად შემავსებელია, როგორც ფქვილი დავუშვათ, იგივე კექსებში, ნამცხვრებში, ბავშვის კვებაში, ასე შემდეგ და მათ შორის მედიკამენტების შემომგარსველ მასალებში. მაგრამ კატასტროფა არის ის, რომ შორს არავინ არ იხედება და არავინ არ ფიქრობს, რომ აი ესეთი დაპურებული დედამიწა. კი ბატონო, წერებით გაჯერებული. რა არის თინა კიტინი და რა საფრთხეები შეიძლება ქონდეს მას, აი როგორც ექიმი, როგორც ნეიროფიზიოლოგი. კი, აი ჯერ ერთი რომ უნდა გაიგოს ტელემაყურებელმა ის ყველა ნივთიერება, ხო, რომელსაც თვითონ წერების ორგანიზმი შეიცავს. მოდი აქედან ქიტინსაც რომ თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ყველა ორგანიზმს თავისი, ასე ვთქვათ, ფიზიოლოგიიდან, ანატომიიდან გამომდინარე თავისი ინგრედიენტები აქვს, თუ შეიძლება ითქვას, ცილოვან დონეზე, ხო? ის ბევრი ცილა, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტული მწერის შემადგენლობაში შედის ორგანიზმის ბოლომდე და სრულფასოვნად არ არის შესწავლილი და მისი მიმღებლობა ადამიანის ორგანიზმის მხრიდან როგორ არის რა დონეზე ეს ძალიან ასე ვთქვათ ამოუწურავი და შეუსწავლელი თემაა. ხოლმე თინა საკვები ალერგია ცალკე გაგვაქვს, დავუშვათ მცენარე უმტვერზე ალერგია ცალკე და ინსექტო ალერგიები ერთი დიდი მიმართულებაა, ხო მართალია? წერი როგორც ალერგენი, მწერის გამონაყოფი, მწერის ნაკბენი, მწერის უამრავი სხვადასხვა რაღაცა ფრაგმენტი, რაც შეიძლება თუნდაც თავდაცვის მექანიზმიდან საკმაოდ აგრესიული შხამებით გამოირჩევა. კი ბატონო და ერთ-ერთი სერიოზული ტოქსინები არის მათგან მიღებული ტოქსინები. ეს თავისთავად ტოქსინები, მაგრამ აი თქვენ ქიტინს შეეხეთ. ქიტინი არის ის, ასე ვთქვათ, ბუნებაში ყველაზე უფრო გავრცელებული ბიოპოლიმერი, მოდით ასე ვთქვათ, ხო, აზოტშემცველი პოლისაქარიდია. ჩვენ ახლა ქიმიურ სტრუქტურას მოდით ნუ ჩაუღრმავდებით, თუმცა შეუძლიათ ეს მოიძიონ და ნახონ, მაგრამ თავარი პრობლემა არის ის, რომ ქიტინი და მისი წარმოებული, ხო, ძალიან მავნებელია, ასე ვთქვათ, ორგანიზმისთვის. იწვევს გარდა იმისა, რომ არის პირველი რიგის, ალერგენი, იწვევს ასთმას, იწვევს უჯრედულ დონეზე ანთებითი დაავადებების პროვოცირებას. აი, დადგენილია სამეცნიერო კვლევებით და ჩვენ შეგვიძლია მაკრომოლეკულების ბიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალი. აი, ამ ჟურნალში არის გამოქვეყნებული და შეგვიძლია ეს ეკრანზე ვაჩვენოთ მაყურებლებს, მასშტაბური კვლევა, რომელიც შემდეგ ლიტერატურის დანართის სახით კიდევ სხვა კვლევებს, ასე ვთქვათ, მოიცავს და აქვს თანდართული რომლებშიც უჯრედულ
დონეზე არის შესწავლილი ქიტინის მიერ აი პროანთებითი ციტოკინების გამოთავისუფლება, ისეთი აუტოიმუნური მექანიზმების ჩართვა, რომლებიც საბოლოოდ შემდეგ იწვევს დემენციას, შაქრიან დიაბეტს, გაფანტულ სკლეროზს და უნდა გითხრათ, რომ ეხლა ამერიკაში და ევროპაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად მიდის ამის კვლევა, მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა მეცნიერები ლიზი ინტენსიურად მუშაობდნენ და იკვლევდნენ, მე გეტყვით, აი ძალიან საინტერესო კვლევებია ჩატარებული მოლუსკის გადამამუშავებელ, ასე ვთქვათ, პირებთან ქიტინის გავლენაზე, იმიტომ რომ ქიტინის მაღალი, ასე ვთქვათ, შემცველობის გარემოში მომუშავეებს როგორც წესი ყოველთვის აღენიშნებოდათ ასთმა და დღეს პირდაპირ არის დადგენილი ქიტინის, ასე ვთქვათ, ზემოქმედების გამო ასთმის პროვოცირების მექანიზმები და ბოლომდეა გაშიფრული. მიუხედავად იმისა, რომ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან საბჭოთა მკვლევარების მიერ იყო ეს მიზეშედეგობრივი კავშირი ნანახი და გამოვლენილი და დღეს უნდა გითხრათ, რომ ამერიკა მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერი საშინელების უკან თუ შეიძლება ითქვას, ხო, მაინც ამერიკა დგას და ნუ ევროკავშირიც ცხადია, მაინც ამერიკა რჩება იმ ქვეყნად, სადაც დამოუკიდებელი, თავისუფალი, თუ შეიძლება ითქვას, კვლევები მაინც ტარდება, მიმდინარეობს და იმ კვლევებით დასტურდება ზუსტად ყველა ეს პრობლემა და ზუსტად ის, რომ ქიტინის გარდა კიდევ მეორე საშიშროება ერთია, რომ ქიტინი მისი, ასე ვთქვათ, წარმოებულების, აი ქიტოზანის, ქიტაზას კიდე, ასე ვთქვათ, როგორც ფერმენტის და სხვა კომპონენტების მიმართ, აი ასეთი ძვრები ორგანიზმში, ხო? ფერმენტი, რომელიც ასევე მავნია, ხო, სამწუხაროდ, მაგრამ მეორე პრობლემა არის ის, რომ მწერების მიღების შემთხვევაში ადამიანი ავტომატურად და ცხოველიც არ აქვს მნიშვნელობა, ვინც მიიღებს, ასე ვთქვათ, ამ საკვებს, მეორე საშიშროებას, რასაც ხედავენ ექსპერტები, არის ის, რომ რეზერვუარია, წყაროა ფაქტიურად პარაზიტების ყველა მწერი და აი დამეთანხმებით ახლა ჩვენ ქვეყანაში ხორცის რო იტყვიან მოყვარულთა ქვეყანაში, ხო? ჩვენ საქონლის თუ ღორის ხორცის მასე დამოწმების თუ ასე ვთქვათ შემოწმების სანდოობაც ხშირად შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ გვაქვს, ხო? დაავადება ჩვენ ყოველთვის სწავლობდით, ხო მართალია იქ ტკიპების გადატანილი დაავადებები, კողოს რა გადააქვს, ხო მთელი მიმართულება ქონდა ინფექციურ სნეულებაში, ძალიან ბევრი მწერი არის დაავადების გადატანა. კი ბატონო, ჯერ ერთი რომ აი ფეკალიებში, ექსკრემენტებში, ვიცით პობის პროცესებში მრავლდებიან და იქიდან ავრცელებენ, ხო? და ნახეთ, ერთი საინტერესო დეტალია. როდესაც ფერმა აქ ადამიანს დაუშვათ ძროხის ღორის, იქ ხდება ცხოველის შემოწმება, აცრა პერიოდულად. რამდენად დაცული ვართ ჩვენ, რომ აი ესეთ საშინელ საშენებში, ხო, იმ ინსექტოფერმები დაარქვეს მას. რამდენად იქნება შემოწმება, თუნდაც აი ამ უვარგისი მწერის ვარგისია. მაგაშია სწორედ საქმე. აი დღეს როცა ხორცს ყიდულობ და ხშირად სანდოობა, ხო, კიდე ეშქეშ დგას და ხშირად ვიძახით, რომ ნეტა რამდენად არის შემოწმული, კი ბეჭედი არტყია, მაგრამ ნეტა ვინ დაარტყა, რომელმა ფირმამ და ჩვენ რეალურად სხვილფეხა მოდი ასე ვთქვათ, რქოსანი პირუტყვია თუ ცხოველია, ხო, იმის, ნუ სტერილობას ეხა ბჭყალებში ვამბობ, ხო, უსაფრთხოებას ბოლომდე ვერ ვენდობით და არა გვაქვს გარანტია და თქვენ წარმოიდგინეთ მილიონობით მწერი, რომელიც აი ამ ინსექტოფერმაში მრავლდება და კი აი ვაჩვენებთ ტელემაყურებლებს, ხედავენ ახლა ეკრანზე. უკვე დიდი ხანია, როგორც ვიცი, მათი შემოწმება, მაგრამ კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენებენ. თინა, როგორც ნახე, საკმაოდ დიდი ხანია. ზოგიერთი კომპანია უნამუსოდ არც კი მიუთითებს, იმიტომ რომ მეორადი შეძენით აქვთ ეს პროდუქცია ნაყიდი და არ თვლიან თავს ვალდებულად მიუთითონ, რომ დაუშვათ შეძენილი აქვს სიტყვაზე რაღაცა ფხვნილი, რომელიც იპრესება და მზადდება სახის რუჟი დაუშვათ, ხო? და არა აქ მითითებული, რომ ამ რუჯში არის, იმიტომ რომ მან ვიღაცის განიყიდა და იქ აი ესეთი დეტალები ძალიან რთულად აისახება იმ ქვეყნებში, სადაც კანონმდებლობა არ გიცავს. და ის ძალიან პატარაზე დაწერილი ინსტრუქცია იმ კანფეტებზე იქნება თუ შოკოლადებზე ძალიან მცირე გარანტიაა ჩვენთვის იმისა, რომ მომხმარებელი წაიკითხავს და არ შეჭამს. მე პირადად გეტყვი, რომ ყოველთვის ვერ ვახერხებ, თინიკო, ეს წარმოუდგენელია, რომ გავიკეთო სათვალე, ან თუ სათვალე არ მჭირდება ისე და დადგე და ყველა პროდუქტი, რასაც ყიდულობ, დეტალურად შევისწავლო და ვნახე. უნდა არსებობდეს ალბათ ძალიან დიდი მარკირება ამისა, ისევე როგორც
აი ბიოპროდუქტებზე, ორგანულზე, რომ მე პირდაპირ ვიცოდე ეს პროდუქტი მოხდება თუ არა ჩემს სამზარეულოში, იმიტომ რომ წინამდებ შემთხვევაში ჩვენ ვართ ძალიან დაუცველი. შენ ახლა ისეთი კომპანიები და ბრენდები დაასახელე და ისეთი კომპანიები და ბრენდები გაქვს, დაუშვათ ნანახი, რომ ეს არის მსოფლიო ბრენდები. კი ბატონო, რომელთა პროდუქცია ჩვენთანაც შემოდის. შემოდის და რომელთა პროდუქციის მუდმივ მომხმარებლებიც ვართ ხან. კი ბატონო, შეიძლება პატენტი ნაწარმი შემოდის, ხო, არ არის თქვათ პირდაპირ წარმოების, მაგრამ გარანტია ამისი არ არის და აი დაუბრუნდები მე ისევ პარაზიტების თემას. ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებმა მე გეტყვით მასშტაბური კვლევა ჩატარდა პარაზიტოლოგიური შეფასება საკვებად ვარგისი მწერების, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების კუთხით, რამდენად საფრთხეა ისინი ცხოველებისა და ადამიანებისთვის. და აი მე გეტყვით 300 ინსექტო ფერმა იქნა შემოწმებული, აქედან 244-ში, ეს არის 91%. 300 არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და აი მე გეტყვით, შემდეგ ნიდერლანდების მაგალითს, მაგრამ ჯერ რომ გაიგოს მაყურებელმა ეს არის და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მე სპეციალურად მოვიტანე სანდო, ასე ვთქვათ, წყაროებიდან ეს ინფორმაცია გავრცელებული, 300 ინსექტო ფერმის, ასე ვთქვათ, შესწავლით გამოვლინდა 244-ში პარაზიტები, ეს არის 91% 300-დან. 206-ში, 206 ფერმაში, რომელიც არის 68%. ცალსაღად მხოლოდ იყო ენტომოპათოგენური პარაზიტები. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ მწერებისთვის დამაზიანებელი პარაზიტები და 106 ფერმაში, აი ამ მოქმედი 300 ფერმიდან, 106-ში მე-13-ში, რომელიც არის 35%-ზე მეტი, აღმოჩნდა როგორც ცხოველებისთვის, ასევე ადამიანებისთვის მავნებელი პარაზიტები. და ეს ახლა ბუნებრივიც არის, როცა მილიარდობით ეგზემპლარის გამრავლებას ახდენენ და ასე ვთქვათ, გამრავლებას, მოშენებას, იქ რა პარაზიტი გაიპარება, რა ინფექციით იქნება თავადმწერი დაავადებული, ამის კონტროლი ხო პრაქტიკულად შეუძლებელია. მეცხოველეობის ფერმები არსებობს საუკუნეებია და მიუხედავად ამისა დაცული არც ერთი ფერმა არ არის და მუდმივად აქვთ მათ ზედამხედველობა, მუდმივად ვეტერინარი მუშაობს. წარმოუდგენელია ხა რასაც ჩვენ ყვებით თინა ეს რიცხვები აი წარმოუდგენელია მაგრამ რეალობა ლიზი და ყველაზე კიდე პრობლემა რა არის რომ არ მალავს ბილ გეიტსი რომელიც ამ ასე ვთქვათ ინდუსტრიის უკან დგას რომ მან გენ მოდიფიცირებული მწერებით შექმნა ამისთვის რომ ალბათ არ ვიცი ხა როგორც უხმოსავლიანობაზე ზრუნავს ალბათ უხვი შთამომავლობის მომცემი თუ ვერ გეტყვით ხა ამის ჩაღრმავებას ვერავინ ვერ ახერხებს დღეს, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამ ინდუსტრიის მამამთავარია, პირდაპირ და ღიად აცხადებს, რომ გენ მოდიფიცირებული მწერები აქვს ამისთვის შექმნილი და არც ის არის დამალული, რომ ამის უკან დგას დარპა. გენის მოდიფიკაციას ებრძვის და რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთ დადებით ნიშნულად non-GMO-ს აღიარებს, უბრუნდება უკან, ხო? წერების გენმოდიფიცირებას, რომლებიც ატმოსფეროსთვის და გარემოსთვის რა საშინელება და რა საფრთხეა, კაცმა არიცის, მე წარმომიდგენია რა ზომის კალიები და რა ზომის ისინი ხდება. აი ტარაკნები და ჭრიჭინები, აქ პირდაპირ ციკადები, ბუგრები, მთელი სახეობა, აი რომელიც იმის ფქვილის ჭია თვითონ, აი ფქვილის ჭია, რომელიც ჩვენ თუ დიასახლისებმა ვიცით, თუ ასე თქვა დამძახდებოდა, თუ დაჭიანდებოდა, ფქვილი მას ყრიდით თქვენ წარმოიდგინეთ და ახლა ამრავლებენ. რომლებიც არც იმერებს მოსულიათ აზრად, როდისმე გაესინჯათ, ხო მართალია ისტორიულ ჭრილში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხა ჩვენც ფონია, ხო შემთხვევა რომ ჭადის ფქვილი თქვა დაობდან, რაღაცა ჭია გაუჩნდა ფქვილზე, ჩვენ ასე თქვათ პროდუქციას ყრიდით და დღეს ხელოვნურად ამას ამრავლებენ, აი ფქვილის ჭიებს და ერთ-ერთი საუკეთესო ასე თქვათ ფხვნილი დანამატი ითვლება ეს ფქვილის ჭია თვითონ ცალკე დამოუკიდებლად, მაგრამ აი პრობლემა კიდევ ის არის და როცა საუბარია იცით იმაზე რომ ეს ზუსტად ისევ და ისევ გენოციდისთვის დაავადებათა გამრავლებისთვის არის ყველაფერი მოწოდებული და არა მართლა მოსახლეობის გამოსაკვებად და რაც მთავარია კიდე შიმშილით რო იტყვიან გაუბედურებული ქვეყნების და საცოდავი ბავშვების გამოსაკვებად როცა ამ ყველაფრის უკან დგას დარპალიზი აი ესეც ცნობილია აგერო ბილ გეიტსთან ერთად ასე ვთქვათ შეხმატკბილებულად ამ ყველაფერს აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პერსპექტიული კვლევითი პროექტების სააგენტო DARPA, რომელიც იცით თქვენ, რომ თითქოს უნდა ზრუნავდეს
იმავდეს ხო სამხედრო შეიარაღების სრულყოფისთვის და ზოგადად სამხედრო თუ შეიძლება ითქვას რესურსების პოტენციალის გასაუმჯობესებლად ხო სინამდვილეში აფინანსებს ისეთ პროექტებს და ბილ გეიტს ენტომოლოგიური ასე ვთქვათ კუთხით უდგას ყველაფერში გვერდში და ის რომ ენტომოლოგიური იარაღი რომელიც მასობრივად გამოიყენება ადამიანების წინააღმდეგ როგორც ერთ-ერთი სახე გენოციდის და ახლა საკვებად გამოყენება კიდე მწერებისა ეს ნამდვილად კიდევ ერთხელ ვამბობ არ ემსახურება იმ კეთილ მიზანს რომ სოფლიო გადაარჩინოს შიმშილისგან ეს როცა პარალელურად ხდება იმის ასე ვთქვათ საწინააღმდეგოდ რომ ფერმებს იცით როგორ ებრძვიან პირიქით როგორი პროპაგანდა და წარმოება კიდე ცალკე თემა ხელოვნური ხო ხორცის ხელოვნური თევზის და ამას შეიძლება საერთოდ ცალკე გადაცემა მიუძღოთ იმდენად დიდი თემაა და არის ქვეყნები დღეს უკვე მე გეტყვით სინგაპურმა როდესაც საერთოდ დაიწყო ამ თემებზე საუბარი პირველი ქვეყანა იყო რომელმაც ოფიციალურად დაუშვა საკვებად მწერები იცით ხელოვნური ხორცის გამოყენებაც სინგაპურში დაიწყო ასევე მაგრამ რადგინდათ აი ენტომოს ასეთი მაგალითად ფაბრიკაა ახლა შვეიცარიაში რომელიც ოფიციალურად იქნება პირველი გრანდიოზული საწარმო სწორედ გენმოდიფიცირებული და საკვებად მოწოდებული მწერებისთვის მაგრამ ეხლა კიდევ მეორე საკითხია რომ ძალიან ასე ვთქვათ ვერ აგად ამას თუ შეიძლება ითქვას ხელს უწყობენ და გზას უკვალავენ ლიზი და აი ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ ტელემაყურებლებს ვიდეო ნიდერლანდებში 100 საბავშვო ბაღი და სკოლა დააფინანსა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა სადაც სწორედ დაიწყეს ასე ვთქვათ ბავშვების გამოკვება ანუ შესთავაზეს და ბავშვების უკვე თუ შეიძლება ითქვას გნებავთ მოდით მოტყუება დავარქვათ, გნებავთ დაზომბება, გნებავთ ამაში ჩათრევა, როგორი 100-მდე სკოლაში ნიდერლანდების და ვაჩვენოთ აგერ, როგორ ასინჯებენ ბავშვებს, როგორ მოქმედებენ მათზე ფსიქოლოგიურად, როგორ აპარებენ, მე როგორ აგერ ხედავს ტელემაყურებელი, აყვარებენ რომ გემრიელია ხო და ზოგიერთი ბავშვი რომ ამას სინჯავს, მე ვერ აღიქვამს ხო ბავშვი ხო ვერ აკეთებს ამის დიფერენცირებას. საყვარელი პროდუქტებია დამზადებული, იმიტომ რომ ბავშვი ჯერ დამზადებული და თვითონ აი ნახეთ თეფშზე მწერები უდევს და ბავშვის გარკვეული კატეგორია იძახის რომ ხო არც ისე ცუდია ზოგი იცით ბავშვი ხო მაინც თავისი ჯერკვებითი ქცევიდან მოდით გამომდინარე ვერ აცნობიერებს იმას ჯერ საგემოვნო რეცეპტორების ასე ვთქვათ ხო მიხედვით ეს ნამდვილად გემრიელია თუ არა მე როცა შენ ამაზე უკვე მუშაობას იწყებ და ამერიკაში ამისთვის შექმნილია მთელი თუ შეიძლება ითქვას სარეკლამო ბუკლეტები ესეც შეგვიძლია ვაჩვენოთ ტელემაყურებელს პროპაგანდა მიდის ამისი რომ ეს ასევე სასარგებლოა მაშინ როცა პირიქით უკვე დადასტურებულია სამეცნიერო კვლევებით რომ ვიტამინების დეფიციტს იწვევს ანემიების მთელი სახეობა აი ამ მწერებით კვებასთან არის შეჭიდული და ძალიან ბევრი პრობლემა ჯანმრთელობის რეალურად დაკავშირებულია მწერებით კვებასთან უამრავი სხვა კიდე ერთი დეტალია თინგო შენ ახლა ლაპარაკობ ძირითადად სომატურ დაავადებებზე რას გვიქადის ეს ემოციურად, რას გვიქადის ეს როგორც ჩვენს აი ესე ვთქვათ, ეს ხომ ჩვენი შენ თავიდან ძალიან კარგი ფრაზა თქვი ერთი, ჩვენი ერის კულტურული სიმდიდრე ჩვენ სამზარეულოზეც გადის ხო მართალია? რა თქმა უნდა. ჩვენთვის სამზარეულო არ არის ნაყროვანების და ასე შემდეგ რაღაც ფენომენი, ეს არის კულტურა. ერი რომელიც რიტუალური კერძებითაც გამოირჩევა, ერი რომელიც აი არ ვიცი, ბავშვის დაბადებიდან გარდაცვალებით დამთავრებული აქვს კერძები, რომლებიც მხოლოდ ამ დღეებში იჭმევა რელიგიურ დღესასწაულს, საკმაოდ ვერსიტალური, მრავალფეროვანი და საინტერესო კულინარია გვაქვს და ჩვენ გვაქვს სიმღერებიც, ჩვენ გვაქვს ფერწე ისა მხატვრობა კედლის ისენი ტაძრებზე მოხატულობები სადაც ყურძნის გამოსახულებები ანუ ჩვენ ორნამენტიკაც კი გვაქვს იგივე სუფრებზე ტიტორების გამოსახულებებზე და ასე შემდეგ ჩვენთვის საკვები პროდუქტები არ არის მხოლოდ საკვები რაც გვიქადის ამ აი როგორც ნეიროფსიქოლოგი როგორც ნეირომეცნიერი ეს მე ვფიქრობ კიდე ერთი საფრთხეა ჩვენაირი დიდი კულტურის ერებისთვის. რა თქმა უნდა, ლიზი, ეს არის აი ტრადიციული ღირებულებების წაშლა. გარდა იმისა, რომ აი ფსიქოლოგიური კუთხით თუ ავიღებთ, კვებითი ქცევა, ზოგადად ვიცით ხო ჩვენ ახლა ექიმებმა, რომ ძალიან ბევრი მექანიზმით არის აღიძვრება და ბევრი მექანიზმით არის მოტივირებული და მერე თვითონ ასე ვთქვათ რეალიზებული. ამაში მონაწილეობენ მხედველობითი, აი გემოვნებითი ყნოს
პროცვითი, მეხსიერების ფაქტორი, უამრავი ფაქტორი თუ შეიძლება ითქვას და ცალკე გამოყოფენ ნეიროფიზიოლოგები თავის მიერ, ანუ ენცეფალურ, თავის ტვინის მიერ, ენცეფალურ მექანიზმებს. ის რომ ჩვენ შეიძლება სუფრაზე ვნახოთ მაგალითად ნიგზიანი ბადრიჯანი და გაგვახსენდეს რომ ვაიმე რა გემრიელი იყო, აი რომელიღაც რესტორანში ის რომ ჭამიან ვიღაცასთან და აქედან გამომდინარე შეგვიძლია აგვეძრას თქვა მისი მიღების სურვილი, ხო? ამ პირიქით რაღაცა საკვებს შეიძლება არც კი მივეკაროთ, იმიტომ რომ თუნდაც ჩვენს მეხსიერებაში, თუნდაც ჩვენი პრაქტიკიდან თუ რაღაცა გამოცდილებიდან ქონდა შემთხვევა რომ მან გვაწყინა ან რაღაცა გამოიწვია, ცუდი ასოციაცია გვაქვს, ხო? ასე ვთქვა და შეიძლება უკუვაგდოთ და კონკრეტულად თუნდაც ჩვენთვის ოდესღაც ძალიან საყვარელ საკვებს და კერს არც კი მივეკაროთ. ანუ თავის ტვინისმიერი ენცეფალური ფაქტორები ქვია ამას, კვებით ქცევაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად მწერი ტარაკანა კალია, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ადამიანში აღძრავს რაღაც შიშის, მოდი პირდაპირ ზღიზის ფაქტორსაც, ხო? ერთ-ერთი ცნობილი ფობია, ხო, რომ ეს ფეხსახსრიანი მწერი როცა მოდის, ჭის უკვე ასოცირდება, რომ ვაიმე მიკბენს, ვაიმე რასაშინელი, რასი ბინძურია, სასწრაფოდ უნდა გავანადგურო და შენ ამ დროს ამას გთავაზობენ, რომ შენს უნდა ჩაკბიჩო და შენს უნდა გემრიელად შესანსლო. ნუ ეს წარმოიდგინეთ, კონფლიქტიც არის, ეს უკვე ფსიქოემოციური კონფლიქტის დონეზეა. თინი რომ ჩვენ ქართველები ზოგადად კავკასიელებიც ასევე მარტო ჩვენ კი არა ჩვენი უახლოესი მეზობლები აი სამზარეულო ხმელთაშუა ზღვისპირეთი რომ გადახედო ნუ ქართულზე მით უმეტეს ვამბობ ერთი საინტერესო დეტალი გვაქვს ძალიან ფრთხილად ვიქცევით მიკროორგანიზმების გამოყენებასაც აი ჩვენთვის მაგალითად ღვინო ხო ჭიანჭველასაც ფეხს არ ვაბიჭებთ ხო და საკვებად ნახე სოკო იქნება თუ მიკროორგანიზმი რომელიც მე პროდუქტს გვაძლევს დავუშვათ ყველის მაწონის ღვინის და ასე შემდეგ სახით იქაც კი რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ პროდუქციის რაფინირებას მოყვანას ტექნოლოგიები გვაქვს ჩვენთვის ესეთი საფუარიანი აფუებული ფუშფუშაპურები რაც დავუშვათ ევროპიდან შემოვიდა ბოლო პერიოდში მიუღებელი იყო სხვანაირად კეთდებოდა სხვანაირი ტექნოლოგია ჰქონდა რატომ იმიტომ რომ მაქსიმალურად მისულიყო აი იმ კონდიციამდე დაღვინებულიყო სიტყვაც გვაქვს ხო დაღვინება იმ სტადიაში შეყვანა როცა ის საკვებად ვარგისი იყო და ეხლა შემოდის წერი საკვებად რომელსაც ჩვენ ჭიან ვაშაც კი არ ჭამთ კი ბატონო და აი ამაშია საქმე ლიზი ახლა შეიძლება მაყურებელი გვისმენს და იძახის რომ აი გახსოვთ თქვენ როგორც აი ამ LGBT-ს პროპაგანდაზე ხო ხშირად ამბობდნენ რომ ნუ ეს მაინც გაზვიადებული თემა საერთოდ ამაზე რა გვინდა ყურადღების გამახვილება ქართულ მენტალობაში ქართულ ფსიქოლოგიაში ჩვენ ეროვნულ ასე ვთქვათ ღირებულებებში მიდგომებში ჩვენ ვაჟკაცურ ბუნებაში ეს ვერ მოვა ვერაფერს ვერ იზავს ნახა ხო ქვეყანამ და ერმა რამდენი საფრთხე შექმნა ამ საკითხმაც ხო თუნდაც ახალისებულმა აქაც პროპაგანდირებულმა აღლუმებში გადაზრდილმა თუ მცდელობებში მაგრამ ასევე შეიძლება ვიღაცამ დღეს ახლა ვინც გვისმენს თქვას რომ ეს არის ის თემა რომელზე არც ღირს იმიტომ რომ სულ რო შემომიგდონ ახლა მე მარკეტში მე არ ვიყიდი მაგალითად ტარაკნების ფარს და იქ ჭიების მაგრამ აქ ის უნდა გააცნობიერონ რომ ეს საშიშროება ფარულად უკვე შესაძლოა დაწყებულია, იმიტომ რომ მე აი პირადად გეტყვით, როცა ნახე ის ასე ვთქვათ ინფორმაცია. ასე შევხვდით სოფი დაავადებული დროის სპორტსაც და მე სანამკვლევები აღარ არის ლაპარაკი ამ ციმბირის წყლულით დაავადებულ და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე საშიშროება ლიზი რომ ჩვენ ამას ვამბობთ, მაგრამ ჩვენ თვითონ არა ვართ მაგის გამკონტროლებელი. ჯერ ერთი მოდი ვთქვათ რომ არც ვიცით ის ლათინური სახელწოდებები და აი მე მინდა ვაჩვენო ტელემაყურებელს ვიდეო ჯერ განმარტო და მე ვაჩვენო რომ ჯერ ერთი ეს საშიშროება ასევე შეეხო უკვე მეზობელ რუსეთს. ახლა გვიყვარს არ გვიყვარს ეს ქვეყანა მტერია ოკუპანტია ეს ცალკე საკითხია აღარ გვინდა ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც მეზობელ და ამხელა ქვეყანას ასევე სტკივა ეს თემა და უნდა გითხრათ რომ იქ მთელი უკვე პლატფორმაა შექმნილი იმისი რომ ხალხს ანტი რეკლამა გაუკეთონ და არ წამოეგოს მოსახლეობა რუსეთისა წერებით კვებას, იმიტომ რომ იქ თქვენ წარმოიდგინეთ არის მცდელობები ამ ისეთი ფერმების. ძალიან დეტალურად ნახე სად გამოიყენება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი 엘ემენტი არის რომ ძალიან მოწოთ პროტეინების ბარებში, ანუ ბარებში ზახენ, ესე იგი ჯანსაღი ბატონების სახით შემოვიდა. იმ პროტეინების ფხვნილებს, რომლებსაც ვიყენებთ პაციენტებთან, რომელსაც აქვს დაუშვათ წონის დეფიციტი. აი, მაგაშია საქმე. სპორტსმენებთან, ანუ
შემოიჭრა იცით როგორი აგრესიით, რომ ჩვენ არ იმას არ აკონტროლებთ თქვენ ეს არ იცით, აი იგივე თქვენ, აი სწორი ბრძანეთ, თქვენ უნიშნავთ პაციენტს. ხოჭოს სახით და ეს არ არის ტრადიციული. რა თქმა უნდა და იცით აი ის სპორტსმენები, თქვენ კაი სიტყვა თქვით. მართლა ფარულად შემოვიდა თემა. ეს არ არის ისე დაუშვათ მე არ მინდა არ შეჭამ ტარაკანს. კი ბატონო. არა, რა თქმა უნდა, მაგას ნამდვილად არ შეჭამ, ხა თუ არ გინდა. გაჭმევ სხვა სახით, ფქვილის სახით ასე. კი ბატონო და აი თქვენ ბრძანეთ ზუსტად იმ პაციენტებისთვის მოწოდებულ პროტეინულ ფხვნილებში, სპორტსმენებისთვის გამიძვლული პროტეინულ კოქტეილებში, ზუსტად ამაშია მთელი განკაში, პროტეინულ ბატონებში, რომელიც არც კი ვკითხულობთ, არც კი ვუყურებთ იმის ასე ვთქვათ დანართს და წარწერას, იქ როგორც წესი ეს ფიგურირებს და აი რუსეთში კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს უკვე პლატფორმა და მე გაჩვენებთ აგერ ვიდეოს, მინდა უბრალოდ განმარტება გავაკეთო, სადაც ქალბატონი როგორ განმარტავს და აფრთხილებს თავის მოსახლეობას და ალბათ რაღაც დრო დადგება და გადმოვაქართულებ და ჩვენც უნდა ჩვენ მაყურებელს ვამცნოთ ჯერ რომელი სახის მწერი ლათინურად როგორ არის დატანილი იმ პროდუქტზე და მეორეც ერთი რომ აი ამ ვიდეოში ეს ქალბატონი და მე მინდა გაუშვათ ასე ვთქვათ ორიგინალი სახით რომ მაინც რუსული იცის ჩვენს ქვეყანაში ბევრმა და მოისმენს მაგრამ იმ ნაწილისთვის რომელიც ვერავი გაიგებს ასე ვთქვათ მინდა გავაკეთო პატარა განმარტება რომ აი ამ ვიდეოში ეს ქალბატონი ჯერ ერთი რომ სათითაოდ ასახელებს აი ამ წერებს რომლებიც უხშირესად გამოყენებულია აი ამ პროდუქციასაც აჩვენებს პლუს აფრთხილებს თავის თანამოქალაქეებს რომ ბევრი პროდუქტი არის უკვე ისედაც წლობით გამოყენებული და ჩვენ ეს მიგვიღია და აი ეს წითელი ხოჭოსჭია ჩვენ წინა გადაცემაში თქვი წითელი საღებავი ხო რომელიც არის მე გეტყვით ეს არის E120 ემულგატორის ხო ერთ-ერთი რომელიც ზუსტად წითელი სახეობის ხოჭოსგან მიიღება ამასაც აჩვენებს ეს ქალბატონი და კიდე 904-ია ეს E904 რომელიც არის შელაკის ჭიებისგან, აი ზუსტად ეს არის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, აზიაში გავრცელებული სახეობა ჭიების, რომლისგანაც მიიღება ეს თუ შეიძლება ითქვას ნივთიერება და ქიმიურ წარმოებაშიც არის გამოყენებული იგივე აი ლაქების წარმოებაში, აი შილაკს რომ იყენებენ და იკეთებენ, ხო, იკეთებენ ქალბატონები, ეხლა ვისაც მოწოს და მიმდევრები, ძალიან დიდი საფრთხის წინაშე არიან. Теперь шок-контент. Уже в январе 2018 года Европейское агентство по безопасности продуктов питания выдало разрешение производителям добавлять любые продукты пищи насекомых. Теперь, друзья, мы обязаны читать составы. Да, они обязали производителей писать, что они там добавлены, но они будут на латинском. Итак, запоминайте. Черви мучные, желтые, тенебрио, молитор, тараканы, блатадео, кузнечик домашний, ачета доместикус, саранча мигрирующая, лакуста мигратория, черви буфала, альфитобиус диаперенус. И предвкушая те комментарии, которые наводнят мой пост, прочитав много информации и публикаций о том, что насекомые – это прекрасный источник протеина, и что для экологии мы должны все их начать есть, есть уже целый ряд исследований, насколько это все губительно для нашего здоровья. И специально для вас в комментариях 2 исследования. Одно – насколько много паразитарной патологической флоры дадут нам эти насекомые и к чему они приведут. И второе – губительное действие хитина и хитозана на наш организм. Именно хитин провоцирует врожденный иммунитет человека на выработку потока провоспалительных цитокинов, которые разрушают внутренние органы, провоцируют возникновение таких болезней, как астма, атопический дерматит, рак, системная волчанка, а в хронических случаях приводят к смерти. И согласно исследованиям, именно насекомые – это как такой резервуар с паразитарной патологической флорой, которая насаждается на человеческое тело. У нас и так много проблем со здоровьем, а с этими паразитами у нас нет выхода. Вообще, друзья, уже очень давно нас кормят насекомыми. И если вы смотрите на составы, читайте Е120. Кармин – красный краситель. Это вообще-то смесь из самок жучков кошинель, который используется в производстве пищевых продуктов как самый хороший краситель, как считают производители. И Е904 – шеллак. Это продукты жизнедеятельности насекомых червецов. Они живут в тропических и субтропических странах. А также шеллак используется в химической промышленности, например, для производства гелевых лаков. Но почему бы это не съесть? Друзья, кончилось время, когда мы можем купить продукты и не читать составы, потому что их
этих насекомых разрешено добавлять в любые продукты питания. Хлебобулочные изделия, кондитерские изделия, мясные продукты, любые продукты, даже хлопья для наших детей. Абсолютно все составы теперь нам придется читать. Берегите себя и своих близких. ასე ვთქვა და შესაბამისად ეს უკვე ბევრს ისედაც მიღებული გვაქვს. ამიტომ ის ფონია, დღეს როცა ჩვენ ვამბობთ რომ ალერგია არის 21 საუკუნის დაავადება ხო ხშირად და პრაქტიკულად შეუძლებელია ამასთან ბრძოლა და მონოალერგენის სახით ვერც გამოყოფ შენ რეალურად ერთ ალერგენს. დღეს იმდენად დიდი ძვრები მიდის ორგანიზმში, აი სწორედ იმის გამო რომ ასეთი ნივთიერებები უკვე წლობით ჩვენ ისედაც მიღებული გვაქვს და ახლა როცა ზედოზირებით გამოგვივა ფაქტიურად შოკოლადის ფილას რომ შევიძენ და ის მწერების ფხნილისგან არის შექმნილი და წარმოებული და ჩვენ ამას არც ვუკვირდებით, არც წავიკითხავთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, კინდერის ფირმა, სადაც ამას ღიად აცხადებს. მე როდესაც აი კინდერის ეს ასე ვთქვათ სარეკლამო რგოლი ვნახე და მე შემთხვევით კიდე მომიწია ყიდვა, რო გამოვედი იცით მარკეტიდან, მე დავუკვირდი იმას, რომ ვაიმე რატომ არ შევამოწმე, ანუ მე უკვე ჩავერთო ეს მექანიზმი. ყველაზე საბავშვო სახელწოდებიდანაც კი, ყველაზე ერთ-ერთი უძველესი ხო თან საკმაოდ დიდი ისტორიით არა. Ну აი ძალიან რთული წარმოსადგენია. ხო, აი იცით და მე წამომივიდა, იცით ეს რეაქცია, რომ ვაიმე რო არ შევამოწმე ის რგოლი როცა ნანახი გაქვს რომ ლათინური სახელწოდებით აი ამას უნდა მიაქციო ყურადღება, აი ამ წარწერას. ამ დროს არ შევამოწმე და რამდენი ადამიანია რომელმაც ეს არც კი იცის, არც კი უნახავს და შეიძლება არც კი სმენია იმის შესახებ რომ აი ასეთი ფერმები თუმცა როგორც გვამშვიდებენ ძალიან დიდი ხანია უკვე ცხოველების კვებაში იყენებენ. ეს დაგვამშვიდეს. რა თქმა უნდა. ფეკალიებზე დაგვამშვიდეს, ისევე დაგვამშვიდეს. იმიტომ ჩვენ მე იმ ცხოველების ხორცს რო მივირთმევთ, იქიდან ხდება ის მაინც ჩვენს ორგანიზმში და ერთი სიტყვით ძალიან დიდი საშიშროებაა და ეს თუ არ იქნა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მართლა სახელმწიფოებრივ დონეზე ეს პრობლემები აყვანილი. ეს თუ არ იქნა გაცნობიერებული იმ ინსტანციების და ინსტიტუტების მიერ, რომლებმაც წესით უნდა იზრუნონ საკუთარი ქვეყნის ჯანმრთელობაზე და საკუთარი, ასე ვთქვათ, მოსახლეობის კვების უსაფრთხოებაზე, ეს პრობლემები გვიტევს, რადგან ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვარ და მსოფლიო გლობალურად აი ამ პრობლემების წინაშეა და ეს საშიშროება საქართველოსაც ემუქრება ლიზი. მე ვისურვებდი რომ საქართველოში ესეთი ფერმა არ იყოს. თუნდაც ამით მაინც შევიტანოთ პატარა წილი და მე ვისურვებდი კიდევ ერთ რამეს თინიკო, რომ ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით მოვიქცეთ იმასაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეტად დავაკვირდეთ რა ხდება ჩვენს გარშემო. სამყარო ძალიან კარგი და ძალიან აგრესიული ამავდროულად ხო მართალია და ბევრი კარგი ცვლილება რაც კაცობრიობას წლების მანძილზე აქვს ამის პარალელურად ცივილიზაციას მოაქვს ბევრი დამანგრეველი რა. კი, რა თქმა უნდა. ამიტომაც ერთადერთი რაც გადაგვარჩენს არის ალბათ ამის ფერხულში ყოფნა. ცოდნა არის შეიარაღება ჩვენთვის ხო მართალია და ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ აი თუნდაც ჩვენი გადაცემისნაირი გადაცემა თუნდაც თინკოსნაირი ადამიანი როცა საუბრობს მოусმინოთ და გავაზიაროთ ეს. ანუ გავაზიაროთ მე ვამბობ ამას არა რეკლამის თვალსაზრისით, არამედ ის რომ ინფორმირებული იყოს საზოგადოების დანარჩენი ნაწილი. და სწორედ ამას ემსახურება დღეს ჩვენი გადაცემაც. ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ გარდა იმისა, რომ ინფორმირება მოახდინოთ თქვენი და ამით გაგხადოთ თქვენ თანამოაზრენი ჩვენთან ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ და ჯანსაღი ცხოვრება. რაც მეტ მივიქნებით მე ვფიქრობ ჩვენი ძალა ამაშია ხო მართალია. რა შეიძლება გავაკეთოთ? აი კიდე ერთი რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა შენი აზრით რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენისთანა პატარა ქვეყანამ იმისთვის რომ აი ამ საშინელ საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდეთ აბსოლუტურად დაუცველი. იმიტომ ჩვენ ხო ვიცით რომ ზუსტად ესეთი ქვეყნებისკენ მოემართება. ესეთი პროდუქტები იგივე წინა გადაცემაში რაც ჩვენ საღებავებზე ვისაუბრეთ, ის საღებავების თემა სხვათა შორის დღევანდელ თემას ძალიან კარგად ეხება იქ აი თინიკო მახსენა. ალბათ აქაც იგივე მექანიზმია, ხო? კი, აი ჩვენ მაქსიმალურად უნდა თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ ამ ფერხულს, ხო, უნდა ნაბიჯი, ასე ვთქვათ, აუწყოთ იმაში, რომ ფხიზლად ვიყოთ. ეს ყველა ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება, აი ასეთი ტელევიზიის წყალობით, უნდა იქნას მიწოდებული. მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული. მოსახლეობაც ყველა მთავრობა, მთავრობა, ზუსტად მთავრობა უნდა იყოს ფხიზლად, რომ ესეთი პროდუქტები არ შემოუშვას, მე პირდაპირ ვამბობ საზღვარზე. მოქალაქე ამას ვერ გააკონტროლებს ლიზი და როცა დღეს გლობალური საშიშროება ასეთი ქვეყანაში, სადაც
უამრავი, კიდევ ამბობ, ტკბილეული, სასუსნავი თუ სხვა საკვები თვითონ შეიძლება ქვეყანამ აწარმოოს და ჩაანაცვლოს მაქსიმალურად, ხო, იგივე ის ტკბილეული, იგივე ის ამისკენ აიღოს გეზი და ეროვნული პროდუქციის როიტყვიან განვითარებას, გამრავლებას, მის მოყვანას შეუწყოს ხელი და რაც მთავარია მაქსიმალურად აკონტროლოს უსაფრთხოება ყველა იმ საკვები პროდუქტისა, რომელიც შემოდის გარე ბაზრიდან ჩვენთან. მაქსიმალურად უნდა იყოს ეს ყველაფერი აყვანილი კონტროლ ქვეშ და არ უნდა იყოს ეს მოსახლეობის და მოქალაქის იმედად დატოვებული. ნუ დაგტოვებენ სათვალის იმედად და ნუ მოგცემს ნურავინ იმის ასე ვთქვათ სურვილს რომ ვიაროთ ესე შეიარაღებული გამადიდებლებით და სათვალებით და ვამოწმოთ ის რაღაცა მილიმეტრზე პატარა ზომის ასოების ან ლათინური სახელწოდებები წერების. ჩვენ არც თავისუფალი და ბედნიერი ერი მე მგონი ისერიცაა ეს ერთ-ერთი მაჩვენებელი როცა შენ არ გაგშიში და გაგნდობა რომ თაროზე არ მოხდება ის პროდუქტი რომელიც ზიანს მოგაყენებს რა თქმა უნდა ამიტომაც ესეც საქართველოში უნდა ვიცხოვროთ და ვისურვოთ და იმედია რომ ვიცხოვრებთ და აი მადლობა ამიტომ თქვენ და კიდევ ერთხელ ტელეკომპანია PKTV-ს რომ აი ასეთი ინფორმაციების გასაჯაროების საშუალებას გვაძლევს. ძალიან დიდი მადლობა თინიკო, ძალიან მინდა ვისურვო რომ შემდეგი გადაცემა ისევ გვეწვიო, იმიტომ რომ შენი გადაცემები შენთან ჩაწერილი ყოველთვის განსაკუთრებულია, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და რაც თავარია ყოველთვის შეიარაღებული მოდიხარ, არგუმენტირებული, უამრავი მასალით, ამ სიტყვების უკან არ დგას რაღაცა ესეთი კიჩური გამოსვლა, პოპულარიზაციის ამის უკან დგას ფაქტები. ძალიან ბევრი ფაქტია, მნიშვნელოვანია თინიკო, იმიტომ რომ ჩვენი ყველა სიტყვა უკან გასული კადრებით იქნება თუ არ ვიცი შეგვიხმიანეთ თუნდაც და ჩვენ მოგაწვით ზუსტად დეტალურად იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება დადასტურებულად ნახოთ ეს ინფორმაცია და დაგვიდასტურებთ აი ყველანაირად რომ ჩვენ არ გატყუებთ, არ ვქნით რაღაცა პოპულარობას და არ ვაკეთებთ გადაცემას მარტო იმიტომ რომ რაღაცა სკანდალი და სკანდალური ინფორმაცია გავაშკოთ. ეს არის რეალობა. ძალიან დიდი მადლობა თინიკო, ძალიან დიდი მადლობა ამ შეტყობინებისთვის, არა მარტო ჩემი სახელით, არამედ მაყურებლის სახელით, იმიტომ რომ ბევრმა დღეს პირველად მოისმინა ამ საფრთხის შესახებ. და მინდა ვისურვო რომ ავარიდოთ ეს პრობლემა ჩვენს ერს რამენაირად და ვიცხოვროთ და მწერს თავის ადგილი კონდეს ეკოსისტემაში, რა თქმა უნდა. დიდი მადლობა.